საღამოშვიდობისა დღის მთავარი თემით ეთერშია. დღის კომენტარი საპრეზიდენტო მარათონში ჩართული კანდიდატებიდან ერთ-ერთი დღეს ჩვენი სტუმარია. ეროვნული საბჭოს სამზადისი 5 იანვრის რიგარეში არჩევნებისთვის, როგორ აპირებს ლევან გაჩეჩილაძე ამ მომრჩევლებისგან მხარდაჭერის მიღებას. ჩაერთეთ დიალოგში გამოგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22 33 და 22 34. თამარ მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმარს საღამოშვიდობის ბატონო ლევან. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. შეხვედრები უკვე დაიწყეთ ამ მომრჩეველთან, როდის აპირებთ მოსახლეობას წარუდგინოთ ზუსტად თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა? უპირველეს ყოვლისა მივესალმები ტელემაყურებელს, ყველას ვინც გვიყურებს და ვინც არ გვიყურებს. მადლობთ რომ მომიწვიეთ. კარგია საზოგადოებრივი არხიდან ზოგჯერ გამოსვლა. წინასაარჩევნო ჩემი პროგრამა ძირითადად ეყრდნობა იმ სულისკვეთებას და იმ მოძრაობას, რაც დაიწყო საქართველოში, კერძოდ თბილისში 28 სექტემბერს და ხელისუფლებამ შეაჩერა 7 ნოემბერს ძალის გამოყენებით, მაგრამ ისევ გაგრძელდა 25 ნოემბერს და დღემდე გრძელდება. ეს არის ძირითადად საქართველოში კონსტიტუციის ცვლა და საქართველოს გადასვლა ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ჰქვია და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს არის საქართველოში სამართლიანობის დამყარება, ეს არის საქართველოში დამთავრება ძალადობის, ეს არის საქართველოში ხელისუფლების ბერკეტების მოხსნა ნებისმიერი მიმართულებიდან დაწყებული ბიზნესით, დამთავრებული სოციალური მიმართულებით. ძირითადად ამაზე იქნება ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა აგებული. რომლის განხილვასაც დავიწყებ ალბათ ორშაბათიდან და საზოგადოებას კონკრეტულად ვეტყვის სად და როგორ იქნება ეს. როგორ იქნება ძირითადი მიმართულებები საპარლამენტო რესპუბლიკა თქვენ უკვე ახსენეთ, მაშინაც საუბრობდით ამაზე, როდესაც პირველად დაგასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად. ძირითადი მიმართულება, ეხლა ჩვენ ვიხილავთ ამას არა როგორც არჩევნებს, ეს არ არის ორდინალური, ნორმალური არჩევნები. ეს არის ბრძოლის მეორე ეტაპი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ქვეყანაში ჩემის აზრით უნდა დამთავრდეს ეს რეჟიმი, რომელიც არსებობს, ძალადობის რეჟიმი. დღეს შემოგთავაზეს საარჩევნო მარათონი ამის დასამთავრებლად, რაც ეს გამოწვევა ჩვენ მივიღეთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ისევ გრძელდება. რა ფორმით ბატონო? რა ფორმით და ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი გასცემს ბრძანებებს როგორც პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად უკანონოა, არ არსებობს ქვეყანაში თავისუფალი მედიის ფუნქციონირება პრაქტიკულად აღკვეთილია. თქვენ სხვა მედიები, რომელიც არსებობს, არის ძალიან სერიოზული წნეხი არის ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაზე, რომელიც ექვემდებარებოდა და დღემდე ექვემდებარება სააკაშვილს. ბრძოლის ესეთი ძალადობრივი მეთოდებია. თქვენ ჩვენს პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შესაძლებლობა გაქვთ გააკეთოთ ის განცხადებები, რაც თქვენ გსურთ, რა წნეხის ქვეშ არის კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებელი? მოდით გავიხსენოთ ელემენტარულად პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა არავინ არ აშუქებდა სიტუაციებს და პროცესებს. ჩემთვის ძალიან გულსატკენი იყო ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ასრულებდა სააკაშვილის დაკვეთას და არა საზოგადოების დაკვეთას. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ არ იყო კარგად გაშუქებული, პრაქტიკულად სულ არ იყო გაშუქებული 7 ნოემბრის მოვლენები. სხვათა შორის მინდა გითხრათ, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს დამამთავრებინეთ და მე კითხვას დაგასმევინეთ, რომ პირველი არხი რო იყო მოამბე, როცა გადიოდა 1999 წლის 9 აპრილის მოვლენებს უკეთესად აშუქებდა, ვინმე
7 ნოემბრის მოვლენებს აშუქებდა. ბატონო ლევან, დღესაც მოამბე გადის და ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ 7 ნოემბრის მოვლენების დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა უწყვეტ რეჟიმში ყველაფერი იმას, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და ფაქტობრივად იყო ერთადერთი, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც დაშალეს მიტინგი, დაზიანდა სხვა ტელეკომპანიების სიგნალი და სხვათა შორის ევრონიუსის და BBC-მაც კი მასალების მომზადებისას გამოიყენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალი. ამდენად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაუშუქებია ის მოვლენები, რაც ხდებოდა 7 ნოემბრის გაშუქებას არ გეუბნებით, მე გეუბნებით 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებას საზოგადოებრივი კუთხიდან. 7 ნოემბრის შემდეგ გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა საინფორმაციო მაუწყებლობას, დღის კომენტარი, რომლის სტუმარიც თქვენ ახლა ბრძანდებით, გადიოდა უწყვეტ რეჟიმში და ჩვენი სტუმრები ძალიან ხშირად იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ისეთები, რომლებსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები მიმდინარე პროცესებზე და მათ შორის თქვენი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებიც. და დებატები არ ვთხოვთ ჩვენ უბრალოდ საუბრობთ, მე პასუხობ მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვამ. აბა თქვენ მითხარით, რამდენი ადამიანი არის დაშავებული 7 ნოემბრის შედეგად? ჩვენ ვიცით ოფიციალური მონაცემები, რომ 700-მდე ადამიანმა მიმართა საავადმყოფობას. რამდენი ადამიანი წევს, თქვათ, საავადმყოფოებში, ვისაც მოხვედრილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღი? ბატონო ლევან, ცეცხლსასროლ იარაღს რაც შეეხება, ეს ოფიციალური ინფორმაციით არ არის დადასტურებული. ჩვენ ისიც გავაშუქეთ, რომ თქვენ, როდესაც მიბრძანდით მოსანახულებლად დაშავებულების, თქვენ აცხადებით თქვენი საბჭოს წარმომადგენლები, რომ ისინი დაზიანდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და ექიმის კომენტარიც გავუშვით ეთერში. ექიმი ამბობდა, რომ დაზიანება არ გავს ცეცხლსასროლი იარაღით მიღებულ დაზიანებას და ამის დამატებითი გამოკვლევა სჭირდება. გამოიძიეთ და ნახოთ ცეცხლსასროლი იარაღის დამტკიცება ძალიან ადვილია. უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ საერთოდ ეს არ ეხება მარტო საზოგადოებრივ არხს, საერთოდ ეხება ყველა საზოგადოებრივ ინსტიტუტს. ეს პარლამენტი იქნება თუ სასამართლო. მთელი, მოდით ესე ვთქვათ, ამ ქვეყნის უბედურება დღეს იმაშია, რომ ქვია საზოგადოებრივი მოდით, ნუ ვილაპარაკებთ საზოგადოებრივ არხზე, ამ წუთში ვილაპარაკოთ სასამართლოზე, მაგრამ არის სააკაშვილის. ეს არის თქვენ როგორ აპირებთ სასამართლოს ხელისუფლებაში არსებული პრობლემების მოგვარებას, თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი? კი ბატონო, ამაზე გიპასუხებთ უბრალოდ ჩემ აზრს დავამთავრებ. და ყველა ადამიანი, ვინც ამას ხელს უწყობს და ეს ეხება ძირითადად ხელმძღვანელ პირებს, ამა თუ იმ ორგანიზაციის, ის უშუალოდ პასუხისმგებელია იმისა, თუ რა მოხდა 7 ნოემბერს საქართველოში. 7 ნოემბერს საქართველოში საქართველოს ხელისუფლებამ თავის ხალხს დაარტყა და სულში ჩააფურთხა, პრაქტიკულად მოინდომა მთელი ქართული ფასეულობების განადგურება. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, მე მივაღწევ საქართველოში თავისუფალ სასამართლოს, არა პროკურატურის მიერ ტერორიზებულს, სანოტარო ფუნქციებით აღჭურვილს, არამედ თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალი მოსამართლეებისგან, აბსოლუტურად დამოუკიდებელს ყველანაირი ხელისუფალისგან. და პირველი მაგალითი ამის მიმცემი ვიქნები პირადად მე, რომ სასამართლოს არანაირი სახელისუფლებო წნეხი არ ექნება და ის ხელისუფალი, რომელიც კი შეეცდება სასამართლოზე წნეხის განხორციელებას, იქნება სერიოზულად დასჯილი. ბატონო, ხელისუფლების წარმომადგენლები თავადაც საუბრობენ და არა მხოლოდ ჩვენს ეთერშიც, რომ სასამართლოში მართლაც არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარეობს რეფორმა და ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას ეს პრობლემები. ანუ ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან იღებენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას. იმ მოვლენების შემდეგ, რაც განვითარდა თბილისში 7 ნოემბერს, დაინიშნა რიგარეში არჩევნები და დაინიშნა პლებისციტი, რათა მოსახლეობამ თავად დააფიქსიროს თავისი პოზიცია, როდის სურს ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. თქვენ ვერ ხედავთ ამ მხრივ, რომ ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა. ხელისუფლება აიძულეს, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, ხელისუფლება აიძულა იმ თავგანწირვამ და იმ ბრძოლამ, რაც 28 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე და გნებავთ 25 ნოემბერსაც განახორციელმა ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ. სანამ დაიწყებოდა ქუჩის აქციები, ეს იყო ძალმომრეობით გაჟღენთილი ხელისუფლება, რომელსაც ცა ქუდათ არ მიაჩნდა ესეთ ქართული გამოთქმა არსებობს და დედამიწა ქალაბნად.
მისთვის ნებისმიერი ქართველი მოქალაქე თუ არ იყო ნაციონალური პარტიის წევრი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, იყო მტერი, იყო არარაობა და მისი ნებისმიერი უფლება იყო გათელილი. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ ამის შედეგად მიიღო სერიოზული საპროტესტო აქციები და ქართველი ხალხის თავგანწირვა ძალადობის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ, ღირსების აყრის წინააღმდეგ, საქართველოსთვის, სილაღისათვის, სიყვარულისთვის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ძალა გამოეყენებინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ იმხელა წნეხი ჰქონდა დასავლეთიდან, იმხელა წნეხი ჰქონდა თავისი საზოგადოებიდან, იმხელა წნეხი ჰქონდა ქართველი ხალხისგან, რომ იძულებული გახდა, რომ კონკრეტულ დათმობებზე წამოსულიყო და დათმობა არ არის საპრეზიდენტო არჩევნების და პლებისციტის დანიშვნა მარტო. დათმობა არის ის, რომ ხელისუფლებას დღეს გაახსენდა, რომ თურმე ხალხს ცივა, დღეს გაახსენდა, რომ უსამართლოდ არის მიწები წართმეული, დღეს გაახსენდა, რომ პრივატიზაცია არის არასწორად გაკეთებული. რატომ არ არის დათმობა? ხელისუფლებამ ერთგვარად შესთავაზა ამ მომრჩეველს თუ არ მოგწონვართ, აირჩიეთ სხვა. დამამთავრებიეთ თუ შეიძლება რა. დღეს გაახსენდა, რომ პენსიები არის გასაზრდელი და გასაორმაგებელი, დღეს გაახსენდა, რომ ის რაც ვეტერანებისთვის ყოფილა შეღავათები, მომსპარი თურმე აუცილებელი ყოფილა, მაგრამ მოსახლეობას მინდა მოუწოდო, რომ ეს ჩემო კარგო ხალხო, ეს არის თქვენი ფული, ეს არ არის სააკაშვილის ფული და გამოიყენეთ როგორც თქვენი ფული და არავის ანგარიშვალდებულები თქვენ არ ახართ. ეს ხელისუფლება, საერთოდ ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის ანგარიშვალდებული და არ მოტყუდეთ, არ გეგონოთ, რომ ვიღაცა ფულს გირიგებთ. ეს არის თქვენი ფული, თქვენ განწართმეული ფული და მიიღეთ და უპატრონოთ ისე, როგორც ამ ქვეყნის ბატონპატრონები ხართ, ამ მიწაწყლის ბატონპატრონები ხართ და ასევე ამ შეღავათების და ფულის ბატონპატრონები ხართ და არაფერი გასაკვირველი ამაში არ არის და ამის გაკვირვება არ შეიძლება. ხელისუფლება უნდა იყოს დაქირავებული ხალხის მიერ და არა ხალხი უნდა იყოს დაქირავებული ხელისუფლების მიერ. აი ხა გისმენთ. ბატონ ლევან, ამ ხელისუფლების მიერ 4 წლის განმავლობაში წარმართული რეფორმები, ნებავთ დავარქვათ რეფორმები, გატარებული საქმიანობიდან თუ არის რაიმე ისეთი თემა, რასაც თქვენ ერთგვარად გაითვალისწინებდით? ან გააგრძელებდით პოლიტიკას ამ კუთხით? თვითონ ვექტორი პროდასავლურობისა ჩემთვის სავსებით მისაღებია, თუმცა იქ არის რამოდენიმე პრიორიტეტი, რომელსაც ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ საერთოდ საგარეო პოლიტიკაში მიმაჩნია, რომ უნდა იყოს უფრო დიპლომატიური და უფრო საქმიანი მიდგომა და არა, ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში მაგალითად რომელს ვერ არა დიპლომატიური, იყო ეხა მაგალითად ძალიან აგრესიული დამოკიდებულება და ცინიკური, ვთქვათ, ისე რუსეთის მიმართ. შესაძლებელი იყო, რომ ეს დამოკიდებულება ესეთი აგრესიული არ ყოფილიყო და ვთქვათ, პოლიტიკა და მიდგომა ყოფილიყო აგრესიული, მე გესმით რას ვიძახი, მაგრამ თვითონ ახლა შეურაცხყოფელი სიტყვების გამოთქმა სავსებით შესაძლებელია, რომ არ ჟღერდეს ამხელა დონეებზე, მით უმეტეს დიპლომატიაში, საგარეო ურთიერთობები ძირითადად დიპლომატიაზეა დაყრდნობილი და დიპლომატიური ურთიერთობები. სხვათა შორის აგრესიული განცხადებები რუსეთის მხრიდანაც ისმოდა და ერთ-ერთი მათგანი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც შეურაცხყოფელი განცხადებებს აკეთებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ირაკლი ოქრუაშვილი არ ტყუოდა. მე არ ვიძახი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ ტყუოდა, მაგრამ ის რომ ვიღაცა ცუდია, შენც ცუდი არ უნდა იყო. ძალიან კარგია, რომ ვიღაც შეცდომას აღიარებ, მაგრამ შენ არ უნდა იყო ცუდი. აბსოლუტურად, როცა ირაკლი ოქრუაშვილი იყო არასწორად აგრესიული და იმისთვის, რომ აგრესიას იმ წუთში არანაირი შედეგი შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის არ მოგვაქვს, შეიძლება უფრო დიპლომატიური იყო, მაგრამ საქმეში იყო პრინციპული. პრინციპული იყო საქმეში და არა ვთქვათ ტონალობაში. ტონალობაში პრინციპულობა თუ იმას ნიშნავს, რომ BBC-ზე ან CNN-ზე გამოჩნდეს და საქმე თუ ორმაგად გაფუჭდება და ხუთმაგად გაფუჭდება ბოდიში და ფეხებზე კიდე, ეს არ არის სწორი მიმართულება.
ასე ჩვენ არ მოვიქცევით. ჩვენთვის ანუ თქვენ შეარბილებთ პოლიტიკას? არა, მომისმინეთ ერთი წუთი. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მაგრამ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არ იქნება ვიღაცის ლანძღვა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება საქმის გაკეთება. საქმე თუ არ საქმის გაკეთების დროს ვიქნებით ძალიან პრინციპულები. სხვათა შორის ამის ნათელი მაგალითი იყო და დღემდე რჩება ქალბატონის სალომეს მიღწევა რუსის ჯარის გაყვანის თაობაზე არანაირი არადიპლომატიური და აგრესიული განცხადება არ გაუკეთებია ქალბატონ სალომეს, სანამ ლავროვთან არ მოაწერა ხელი რუსის ჯარის გაყვანას. აი გააკეთდა საქმე და მერე გააკეთდა განცხადებები. აი სწორედ ესეთი თანმიმდევრული მაგრამ როცა კრემლის პოლიტიკა აგრესიული საქართველოს კრემლის პოლიტიკა კი იყო აგრესიული და სულ იქნება აგრესიული, იმიტომ რომ კრემლი პოსტსაბჭოთა მენტალობით ახსავსე პოლიტიკოსებით ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვეძებოთ გზები მათთან საქმეების დაალაგებისა. ეხლა შესაძლებელია რომ აგერ მოვყევი ხო მაგალითი ქალბატონმა სალომემ თუ მიაღწია და შესაძლებელი ყოფილა რომ კონკრეტულად რაღაცა საქმე და ნაბიჯი გადაგვედგა, მე ვიძახი რომ შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია რომ გათვალისწინებული იქნას აბსოლუტურად პარიტეტული ურთიერთობა რუსეთთან და რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს რომ ჩვენ ვართ ყველა დამოუკიდებელი ატრიბუტით აღჭურვილი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ამაყი და ლამაზი ქვეყანა თავისი მოქალაქეებით და აქედან გამომდინარე თუ იქნებით პრინციპულები და არ გავგიჟდებით იმაზე რომ ყოველ 5 წუთში ტელევიზორში გვანახონ, შესაძლებელია რომ უფრო მეტ შედეგებს მივაღწიოთ. ანუ ბატონ ლევან, თქვენ იზიარებთ პროდასავლურ კურსს? აუცილებლად, აბა როგორ? ნატოსთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა. როგორ გესახებათ რუსეთთან კეთილმოზობლური ურთიერთობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ფონზე? როგორ მესახება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა? მე ხა ამაზე ძალიან ბევრი მოვყევი, უმთავრესად დიპლომატიური და მაგრამ აი კონკრეტულად ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა, არა მხოლოდ საქართველოს სწრაფვა, რუსეთს ნატოს გაფართოებაც კი ძალიან აღიზიანებს და არა უშავს, ესევე აღიზიანება და პრიბალტიკის მაგალითზე, ესევე აღიზიანებდა აღმოსავლეთ ევროპის მაგალითზე. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ნატოსთან სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, მაგრამ რაღაცა ჩვენს ხელისუფლებას არ ეთყობა, იმიტომ რომ 7 ნოემბერმა ძალიან დიდი დაღი დაასვა საერთოდ ამ სიტუაციას. დარბევაზე მაქვს კონკრეტულად ლაპარაკი, მშვიდობიანი მოშიმშილეთა აქციის დარბევაზე. რა თქმა უნდა, ვიძახი რომ აღიზიანებდა, არ აღიზიანებდა რუმინეთი, ბულგარეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთის უკაცრავად ქვეყნები რომ ნატოში რომ აღიზიანებდა, მაგრამ ეს თავის ძრახებს სულ აფიქსირებს ხოლმე, ეს არის პრაქტიკულად მე როგორ გითხრათ, იცით, ძალიან დიდი ქვეყანა როა და ძალიან დიდი სახელმწიფო ინფრასტრუქტურა რო აქვს, ეთყობა ძალიან ნელ პერიოდში ხდება იქ რაღაც პოლიტიკური კურსის ცვლილება. ეხლა არსებობს ესეთი არხი ნოსტალგია ქვია. და ძალიან იშვიათად მიწევს ხოლმე ვრემია იყო ესეთი გადაცემა, მაშინდელ ვრემეს ყურება და აი თითქოს დღეს ხდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რაც იყო იგივე დარჩა დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკა არაადეკვატური არც დროსთან, არც სივრცესთან. და გამომდინარე იქიდან, რომ იქაც მოდის ახალი თაობები, იქაც ჩვეულებრივ ფიზიოლოგიით ბერდება ერთი და იზრდება მეორე, მოდის ახალგაზრდა, აქედანაც მხრიდანაც წავა ახალი ტექნოლოგიებით, ახალი დიპლომატიური ტექნოლოგიებით მოლაპარაკების პროცესი. შემიძლია თქვა, რომ შესაძლებელია ბევრი რამის მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების გზა ჩვენ მხრიდან არ შეიცვლება. და კიდევ ერთი, რაზეც ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კონფლიქტური რეგიონები, რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არა პირდაპირ, მაგრამ ცალსახად საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთი გამოხატავს თავის პოლიტიკას და იგი არის ერთგვარად დაინტერესებული მხარე კონფლიქტში, რომ შეინარჩუნოს სტატუს quo კონფლიქტურ რეგიონებში. თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ წარმართოთ თქვენი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების კუთხით? ამ შემთხვევაში თუ მისაღებია არსებული ხელისუფლების ნაბიჯები? თავარი ვექტორი აქ შემთხვევაში მისაღებია, მაგრამ ისევ ზერელე დამოკიდებულება საკითხებისადმი და წინ ესე იგი PR ტექნოლოგიების წაწევა და
შემდგომ საქმის კეთება, აქაც ამ შემთხვევაშიც მიუღებელია. ეს ერთი რაც მიუღებელია და მეორე მიუღებულია, სავსებით მიუღებელია ლტოლვილებისადმი დამოკიდებულება. ეს აბსურდია. ადამიანს თუ გინდა აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება და ესეთი დამოკიდებულება გაქვს იმ შენი ძირძველი მიწიდან არსებულ ტოლვილებთან, რომლის მასპინძელი ფაქტიკურად შენახარ, სახლებიდან თუ რო ეს მღელვარება არ მომხდარიყო, ტოლვილებს უმოწყალოდ ყრიდან სახლებიდან არ უმტკიცებდნენ, იქ სადაც ცხოვრობდნენ, ჯერ სად ცხოვრობდნენ. უკანონებენ ბატონო. უკვე უკანონებენ ეს იმ ტოლვილების დამსახურებაა და იმ ხალხის დამსახურება, ვინც რუსთაველის გამზირზე ჩვენთან ერთად იბრძოდა. და აქედან გამომდინარე, აქაც არა პრიორიტეტული და არა მიზანმიმართული, არა თანმიმდევრული პოლიტიკაა აქაც. შენ თუ არა გაქვს ის დამოკიდებულება ტოლვილებისადმი, რა დამოკიდებულებითაც, მე ვიძახი ძალიან ადამიანურ თბილ დამოკიდებულებაზე, გნებავთ სტომართ მასპინძლობის დამოკიდებულებაზე, მე არ მახსოვს სოხუმში არც ერთი ჩასული თბილისელი, ვისაც სოხუმელი არ უმასპინძლებდა. აი არ მახსოვს, ძალიან ხშირად თუ არ აფხაზეთში ნამყოფი, ძალიან ხშირად. აი არ მახსოვს. და ეხლა ისინი ძალაუნებურად არიან აქ და სტუმართ მასპინძლური და ადამიანური დამოკიდებულება კი არის, კი არა, ეს არის, რა ვიცი, პირდაპირ ვიტყვი რა, ტერორისტული დატერორების დამოკიდებულება. საერთოდ ვინ არიან ეს ტოლვილები? აი ესეთი კითხვის ნიშანი დგას. რა უნდათ? ზოგი ტოლვილები მუშაობენ ბაზრობაზე, ტოლვილები მუშაობენ, აბა არ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, არ იცხოვროს, არ იმუშაოს. ბაზრობის მოვაჭრეებსაც დაუწესეს შეღავათები, გაათავისუფლეს 2019 ძალიან ივლისამდე. ბევრი და ბევრი შეღავათები 5 იანვრამდე, ბევრი და ბევრი. ჩვენ კიდევ გვექნება ძალიან მშვიდობიანი, ოღონდ ბევრი აქციები იმისთვის, რომ დაწესდეს ბევრი შეღავათები, ბევრს დაუმტკიცდეს მიწები და რაც არ გაუკეთებია 4 წლის მანძილზე ამ ხელისუფლებას 5 იანვრამდე გააკეთოს. თქვენ აპირებთ ისევ აქციების გაგრძელებას ეროვნული საბჭომ. ეხლა მინდა ერთი ესეთი რამე გითხრათ, იცით, როდესაც შეზღუდულია 21 საუკუნეში საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებები, როცა შეზღუდულია და ვერანაირად ვერ ეკონტაქტები შენ სამომრჩევლებს, გარდა იმისა, რომ რატომ ვერ ეკონტაქტებით ბატონო ლევან? იმიტომ რომ ახლაც გაქვთ ამის შესაძლებლობა. თუ როცა გაიხსნება იმედი, არ დაკეტავენ არხს, რომელსაც ჯერ კიდე არ დაუწყია გადაცემები, მაესტროზე მაქვს ლაპარაკი, პირდაპირ მივიდნენ და გათიშეს. გადაცემა არხს დაწყებული არ ქონდა, ორი ანონსი ქონდა გაკეთებული. განი უკვე გუშინვე განმარტეს ეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და გლობალ ტივის წარმომადგენლებმაც. რას მარტავენ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში და გლობალ ტივის წარმომადგენლები, მართალი რო გითხრათ, არ მაინტერესებს, ეს იყო სასამართლოს გასანმარტავი. ეს ერთი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ძალმომრეობით და ძალადობით გათიშეს, ეს არის ის, რომ ვერანაირად ოპოზიციამ კომუნიკაცია ვერ დაამყაროს თავის ამომრჩევლებთან. ან დაამყაროს ისეთი არხების მეშვეობით, სადაც გაათმაგებულია წნეხი ამ ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ის არგუმენტი, რომ ჩვენ უნდა მოვიაროთ მთელი საქართველო, უნდა შევხვდეთ ხაც ქუჩებში, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დარბაზებშიც არ გვიშვებენ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და იქ გამეკეთებინა ჩემი პროგრამის პრეზენტაცია, მაგრამ მინდა გითხრათ ძალიან გულისწყრომით, რომ არ შემიშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც ვერასდროს ვერ გაუბედავდნენ მიხეილ სააკაშვილს. ოპოზიციის სხვა კანდიდატები მართავენ თავისუფლად შეხვედრებს იგივე მეცნიერ მუშაკებთან, ბიზნეს ცენტრების წარმომადგენლებთან. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. არ გვიშვებენ დარბაზში, გავდივართ ქუჩაში და ასე ქუჩაში რო არ გვიშვებენ 7 ნოემბერს ახლა 1000 ჯერ ვერ მოაწყობენ. მეორეჯერ მოაწყობენ და დაამთავრებენ საერთოდ იმ დღესვე თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას. მაგრამ ჩვენ ვიხმართ ყველა გზას კონსტიტუციის მიერ მონიჭებულს, რომ რაც შეიძლება მეტ საქართველოს მოქალაქესთან დავამყაროთ კავშირი იმისთვის, რომ გავაცნოთ თუ ჩვენ რა გვინდა. იმიტომ რომ იცით, ეხლა მე ერთი პრობლემა მაწუხებ ძალიან სერიოზულად, სწორედ ჩვენი მოსახლეობიდან გამომდინარე, მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ იმის მერე რაც მოაწყო მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერს, რომელიც პრაქტიკულად არც იურიდიულად, არც ჟურნალისტიკურად შეფასებული არ იყო, საერთოდ ძალიან ძნელია იმჯელო იმაზე, რომ ვიღაცამ მისცეს ხმა. ხო, ეს პოლიტიკური ტექნოლოგიებია, ზოგი ამას იძახის, ზოგი იმას იძახის, მაგრამ ფორმალურად
ეს ხელისუფლება ამ ქვეყნისთვის დამთავრებულია, იმიტომ რომ 7 ნოემბერი მოხდა და მოხდა ესეთი სერიოზული ძალადობა. აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართავთ ყველა ხერხს და მოსახლეობას მოუწოდებთ. ჯერ ეს ერთი მინდა ვთქვა, რომ ხვალ ჩვენი აქცია გაიმართება რუსთავში ახალგაზრდობის სკვერში. პირველ საათზე მივმართავთ მოსახლეობას, რომ ნუ შეეშინდებათ გაყალბებული არჩევნების. თუ ერთი მტკაველი პროცენტი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება მოინდომა ამ არჩევნების გაყალბება, ადეკვატურ პასუხს მიიღებს ხალხისგან და ჩვენგან. ბატონ ლევან, სანამ მორიგ შეკითხვას დაგისმოდოთ, მე ამ წუთში მაცნობეს, რომ მაესტროს ეთერში გადაცემა პროფესია რეპორტერი უკვე გადის პირდაპირ ეთერში, ასე რომ ძალიან კარგია, რასაც გილოცავთ და მთელ ჩვენს მოსახლეობას ულოცავთ. და კიდევ ერთი, თქვენ არაერთხელ განაცხადეს მათ შემდეგ, რაც დაგასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად, რომ თქვენ მზად ხართ მიიღოთ მონაწილეობა დებატებში მიხეილ სააკაშვილთან. ანუ თქვენი მთავარი კონკურენტი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. სიამოვნებით. სხვა კანდიდატებს შორის თქვენ ვერ ხედავთ მთავარ კონკურენტს. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს მივიღე მონაწილეობა. ვერ ხედავ, იმიტომ რომ ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის საკითხი დგას ესე. საქართველოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთხელ ვაკის რაიონში არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილმა თქვენ დაგამარცხეთ. მე მიხეილ სააკაშვილს არ დავამარცხებია, მე დავამარცხებ ნაციონალური მოძრაობა 2003 წლის ვაკის არჩევნებზე. მე მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე არასდროს არ ყოფილა. ბატონ ლევან, და კიდევ ერთი, საუბრობენ ძალიან ხშირად იმაზე, მე რო გადაამოწმოთ ინფორმაცია, კარგი იქნება, იმიტომ რომ საზოგადოებას შეკავთ შეცდომაში. კარგით, კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ, ჩვენ გვქონდა მე ერთხელ ვიყარე ვაკეში მაჟორიტარულ დეპუტატად კენჭი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ხალბატონი უმრავლესობის ლიდერი დღევანდელი იყო ჩემი კონკურენტი ხალბატონი ნადირაძე და პირველივე ტურში დავამარცხე, მაგრამ ვაკეში ხალბატონი ნადირაძის მაგივრად მიხეილ სააკაშვილის სურათები ეხატა, შეიძლება აქეთ, ამიტომ გახსოვთ. 5 ნომერი იყო. ახლაც 5 ნომერია. ხომ, ახლა რატოა 5 ნომერი არ მესმის, კენჭისყას უნდა გაერკვია, ესეც არ მესმის, რატოა 5 ნომერი, იმიტომ რომ კენჭისყის შეიძლება სხვას შეხვედრო და ეს 5 ნომერი, მაგრამ ახლა ჯერჯერობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ეს აღმართი დამთავრდება, დამამთავრებინეთ. ძალიან მოკლედ მაშინ თუ შეიძლება გთხოვოთ. დაღმართი ვისთვის? სააკაშვილის ხელისუფლებისთვის და ბელადო მანიისთვის. ბატონ ლევან, ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, მათ შორის ოპოზიციური კანდიდატი საინიციატივო ჯგუფების წევრები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები არაერთხელ, რომ შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოვლენები განვითარდეს ისე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნან თავიანთი კანდიდატურა. თქვენ აპირებთ თუ არა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნათ თქვენი კანდიდატურა, ან პირიქით თუ ველით მსგავს ნაბიჯს? პირიქით როგორ არ ველი? ვისგან? ეს არ ვიცი, ეს მოლაპარაკებების შედეგია, მაგრამ მე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ მე ვარ საერთო სახალხო მოძრაობის კანდიდატი და არა რომელიმე პარტიის კანდიდატი და სწორედ ამაში არის ჩემი უპირატესობა. ხშირ შემთხვევაში პარტიის კანდიდატები თუ იმარჯვებენ, მე საკუთარი პარტიის ტყვეობაში ხვდებიან და მე ვარ საერთო სახალხო მოძრაობის უპარტიო მოძრაობას ერთგვარად გაემიჯნა ლეიბორისტული პარტია, მათ ცალკე წამოაყენეს კანდიდატი, იგივე გია მაისაშვილი, მომავლის პარტიის ლიდერი, რომელიც ნოემბრის აქციების დაწყებისთანავე ჩამოვიდა თბილისში და იდგა თქვენს გვერდით, დღეს ცალკე აყენებს კანდიდატურას. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთგვარად უთანხმოება იყო ეროვნულ საბჭოში? გამიჯვნა უთანხმოებას არ ნიშნავს, გამიჯვნა ნიშნავს გამიჯვნას. დღეს გია მაისაშვილმა ასეთი განცხადებაც გააკეთა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ვერ გავიდა მეორე ტურში და არჩევნების მეორე ტურში დადგა ასეთი არჩევანი მიხეილ სააკაშვილსა და ოლიგარქს შორის, იგი გააკეთებს არჩევანს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ. და ვინ არის ოლიგარქი, გითხეთ? ბადრი პატერკაციშვილი. მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? თქვენ რას იზამთით ასეთ შემთხვევაში? მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში? მე ხო გიპასუხეთ, რომ მე ჩემი კანდიდატურის მოხსნის უფლება არ მაქვს. არა, მოხსნას არ გულისხმობთ, უბრალოდ გია მაისაშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება. მე პირველივე ტურში მოვუგებ მიხეილ სააკაშვილს და დავამთავრებ კრებას. და კიდევ ერთი თქვენი ეროვნული საბჭოს ლიდერები აცხადებდნენ, სანამ თქვენ დაგასახელებდნენ კანდიდატად, რომ ეროვნული საბჭოს ერთიანი კანდიდატი იქნებოდა სიურპრიზი. თუ შეიძლება ბოლოს ამ კითხვაზეც გვიპასუხოთ, როგორ მოხდა თქვენზე არჩევანის შეჩერება? სიურპრიზი? დიახ.
მე ვარ სიურპრიზი. ასე აცხადებდნენ ისინი, სანამ თქვენ დაგასახელებდნენ. ხო, ნუ რა ვიცი, არ მახსოვს ხა ვინ აცხადებდა, მართალი რო გითხრათ, მაგრამ მე მახსოვს და ეს იყო დავით ზურაბიშვილი. მე თუ არ ის სიურპრიზი, რა თქმა უნდა, მე ვიქნები საქართველოს სიურპრიზი, იმიტომ რომ ვიქნები საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი. და კიდევ ერთი ბატონო ლევან, სანამ დავასრულებდეთ უკანასკნელი პრეზიდენტი საქართველოს, რა ფორმით გესახებათ თქვენ საპარლამენტო რესპუბლიკის შემოღება საქართველოში? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ ამისთვის? ნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა მოვიწვიო გაზაფხულზე თავისუფალი, ხაზგასმით ვიმეორებ, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და მე პარლამენტი გადაწყვიტავს თვითონ იმ კონსტიტუციურ მოდელს, რა ფორმითაც ეს შეიძლება იყოს უპრეზიდენტო, აბსოლუტურად უპრეზიდენტო ქვეყანა. შესაძლოა იყოს ეს კონსტიტუციური მონარქიაც. კონსტიტუციური მონარქიას, რა თქმა უნდა, მის უწმინდესობასთან გაიმართება ძალიან სერიოზული შეხვედრები და კონსულტაციები, თუ რა დროს და რა პერიოდში მოხდება ამის შესრულება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტიკა სიმღერით მონაწილეობა წინა საარჩევნო კამპანიაში. დაგველოდეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით. შოუ-ბიზნესი და პოლიტიკა მუსიკოსები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.